მოგესალმებით, ჩვენ ვაგრძელებთ ამოცანების განხილვას წრის 91 ნომრიდან. რაც შეეხება ახლა ამ ამოცანას, მე შემოგთავაზებთ ორ ამოხსნას. ხოდი ჯერ გადავიდან ნახას. ახლა თუ დააკვირდებით ამ ამოცანაში დაკონკრეტებული არ არის პარალელური ხაზი სად არის გავლებული, მართკუთხედის ფართობი ვიცოდით, აი მთლიანად ამ მართკუთხედის ფართობი, მოდი ასე დავწეროთ. ეს არის AC და ჩვენ დაშტიხული ფიგურის ფართობი უნდა გვეპოვა. უბრალოდ ფუძეების პარალელურად იყო ერთი წრე გავლებული. სად არის ახლა თითქოს აქ ისე ჩანს, რომ შუაშია, მაგრამ მოდი ჩვენ არ გავაკეთოთ მასეც და ზემოთ ავწიოთ ხელი. აქ ქვემოთ ჩავოწიეთ. უბრალოდ რომ თვალს არ ეგონოს და არ გააკეთოთ თარი დაშვება, რომ გინდა თუ არა შუა წერტილია ეს ამ გვერდის. და არც ის არ არის დაკონკრეტებული სად არის ეს გვერდი და ეს წერტილი აი აქ გვერდის რა შეფარდებით ყოფს და შესაბამისად ესეც არ ვიცით. ავუხოთ ახლა. ესეც გავაკეთეთ. მოდით ვიხდით ახლა და სწორი ხაზები ვარ გავავლით, მაგრამ არჩლის ეკახა რეალობაში. მოდი მე შემოგთავაზებთ უფრო რუტინულ გზას, ჯერ აღნიშვნები, გამოსახვები, ასე წარმოდგენა ინფორმაციის და მერე ძიება კითხვის, რასაც გვეკითხებიან. ნუ დავიწყოთ გამუქებული ფიგურის ფართობი. ეს გამუქებულის. თქმა უნდა გამოსახოთ აი მოცემული ინფორმაციით, ანუ ესით. არ შეგეშინეთ ასეთ ამოცანებში ცვლადების შემოტანის. ოღონდ ახლა ზედმეტობაც არ შეიძლება, რაც გჭირდება. აი რა გინდა თქვენ? თქვენ გინდათ გამუქებული ფიგურის ფართობი გამოსახოთ. რა გჭირდებათ ამისთვის? არ გჭირდებათ აი ეს გვერდი, ანუ B? ხო? იმიტომ რომ ახლა პრინციპში თქვენზეა დამოკიდებული რა გზას აირჩევთ ფართობის გამოსასახად, მაგრამ იდეაში ყველაზე უკიმნეულო, არა, უბრალოდ ნაკლებ უკიმნეული იქნება გვერდი და მასზე დაშვებული სიმაღლით გამოსახოთ მოცემული დაშტიხული სამკუთხედის ფართობები და ნუ აქ იქნებოდა ასე დავუშვებდით სიმაღლეს და თქვათ ამას აღნიშნავდი x-ით, აქაც დავუშვებდი სიმაღლეს, ნუ არა გაქვს გარანტია რომ ეგ სიმაღლე აი ქვედა სამკუთხედის სიმაღლის ტოლი ავტომატს y-ით აღნიშნავდი და რა თქმა უნდა გჭირდება ფუძე და ფუძეს თუ აღნიშნავ b-თი, ნუ დააკვირდით აქაც ზემოთაც იგივე იქნება ხო ზედა სამკუთხედის ფუძე. არ შეგეშინდეთ ამ აღნიშნების შემოტანის. უკვე სამი აღნიშნა გვაქვს შემოტანილი, სამი ცვლადი. მაგრამ ის არის რომ დააკვირდით თუ ეს y-ია, მაშინ ეგეც y-ია, ხო აქ. თუ ეს x-ია, ეგეც x-ია, ხო? კი. პრინციპში ჩვენ რა გვაქვს გასაკეთებელი? ერთმანეთთან დასაკავშირებელი გვაქვს დიდი მართკუთხედის ფართობი და ამ გაფერადებული სამკუთხედის ფართობები. აი სამკუთხედის ფართობი მზად არის, მოდი ამას პირველ ფიგურას დავაწერ, ამას მეორე ფიგურას დავაწერ და შესაბამისად S1 უკვე გამოდის 1/2 y ჯერ b და S2 გამოდის 1/2 x ჯერ b, ხო? ჩვენ გთხოვეთ ახლა მათი ჯამს და ანუ ეს მათი ჯამი ხო ესე გამუქებული იქნება აი ასე და თუ ამათ დავკრებდით, თუ 1/2 b გავიდოდა ჩხილებს გარეთ და მივიღებდით ასე და მივიღებდით x + y-ს. აი პრინციპში ამას გვეკითხებიან, ეს არის საძიებელი და ახლა მე ეგ ინფორმაცია უნდა დავკავშირო დიდი მართკუთხედის ფართობს. და დიდი მართკუთხედის ფართობი კი ვიცი ესი რომ არის, მაგრამ მაინც როგორ უკავშირდება x, y-ს, b-ს და მოდი დავწეროთ როგორც იქნება ხოლმე მართკუთხედის ფართობი. სიგრძე, სიგრძე x + y გავრავლებული სიგანეზე, ხო? აი ეს არ არის ესი? კი. ო, დავკვირდით, ესე იგი რა გამოვიდა? ეგ ნაწილი თუ ესია, აქაც იგივე ნაწილზე არ არის საუბარი და უბრალოდ ჩასვას გააკეთებთ აქ. ანუ ეს გამუქებული გამოვიდოდა 1/2
ეს სისტოლი. მორჩა, დავთავრდა. ნუ, გამოცადა აი ეს მეთოდი სულ ჭრის, ახლა აქ ალბათ იქნება კიდევ მსგავსი ამოცანები და ყველგან შევეცდები ასე გავაკეთო, თუმცა საკმაოდ ხშირად, ყოველთვის არა, მაგრამ საკმაოდ ხშირად ქმედითია შემდეგი გზაც. მოდი გავხატოთ. გასმა დახატე. ისე დაგვიდით ახლა როგორ გავაკეთებ და ყოველგვარი აბა აღნიშნების გარეშე თავად დახაზი გვიყვება ამბავს, რომლითაც საძიებელ მომენტს პოულობთ. აი თუ გახდა ერთი პატარა ფანდი რომ ჩაგვედინა და აი სიმაღლე დაგვიშვა ასე ხო და დავშვით კიდეც იქაც, მაგრამ არ დავკვირვებებათ ერთ გარემოებას, ნუ აქაც. დაგვიდით მეგობრებო. ეს ხო მართკუთხედია, ეგ ხო მართკუთხედია ეს ფიგურა აქ. კი? და ფაქტობრივად გამოდის, რომ ეს თეთრი ფართობი ტოლი იქნება აი ამ ფართობის, ხო? იმიტომ რომ ეს პატარა მართკუთხედი დაყოფილია დიაგონალის საშუალებით და ჩვენ ვიცით, რომ ტოლის სამკუთხედები მიიღება რა ვიცოდნა უნდა მარტივი დასადახია იქ. ანალოგიურად, აქაც იგივე სიტუაცია არის, მსგავსი სიტუაცია, აქაც დაგვიდით რამდენიც გვქონდა თეთრი, ну, იობთათ ასე დაუშტრიხავი სამკუთხედი და ფართობი, ანუ ზუსტად იმდენივე გვაქვს გამუქებული. ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ მთლიანად თეთრი, ანუ გამუქებელი ნაწილის ფართობი ტოლია გამუქებული ნაწილის ფართობის, ანუ ეს გამუქებული გამოდის ზუსტად ნახევარი მთელი ფართობის. მორჩა დავთავრდა. ეს ანგარიში ყველაფერი საჭირო არ იქნებოდა. ანუ მოცემული ინფორმაციით, არსებული ფიგურების დანაწევრებით ჩვენ შეგვიძლია საკმაოდ საინტერესო ამოხსნა ვიხილოთ, მარტივი და რაც თავარია ზუსტი. აი, თუ სადმე დავინახეთ, ახლა არ მოგატყუოთ ბიჭის ხოლმე გავსი ამოხსნის დანახვა, მაგრამ თუ სადმე დავინახეთ, აუცილებლად გავამახვილებ ამაზე ყურადღებას. კარგი, M-წერტილი ABC მართკუთხედის AB გვერდზე ისე აღებულიოდა. მოდი, დავხატოთ ახლა ჩვენ ABC მართკუთხედი, აი ასე. მოვნიშნოთ წერტილები. აი აქ არის A, B, C, D და ესე იგი M-წერტილი ისი აღებული AB გვერდზე, რომ AM-ი MB-სთან 2/5-თანაა, რომ AM-თან უფრო ახლოს არის რა, ну დაახლოებით ასე იქნებოდა M-წერტილი და ну შეგვიძლია დავაწეროთ ეს 2x, ეს 5x, ანუ AM-ი MB-სთან არის 2/5. რამდენჯერ მეტია ABCD მართკუთხედის ფართობი MBC სამკუთხედის ფართობზე. თუ რადგან MBC სამკუთხედზე იწყებს საუბარს, მოდი შევქმნათ MBC სამკუთხედი ჩვენ. კარგი. ну შეგვიძლია ეს გავამკოთ კიდეც, რომ კონცენტრირდეს თვალი. ну, გაცრავად. რამდენჯერ მეტიავდა? გავუსახოთ სამკუთხედის ფართობი და ხა სამკუთხედის მართკუთხა სამკუთხედის ფართობს რომ ვსახავ, ანუ ფაქტობრივად ჩვენ ამას ვთხოვენ, ესი ABCD რამდენჯერ მეტი, ანუ უნდა გავყოთ ესი MBC-ზე და უნდა წარმოვადგინო როგორც დიდი მართკუთხედის ფართობი, ისე ამ მართკუთხა სამკუთხედის ფართობი და ალბათ ხვდებით, რომ BC გვერდის აღნიშვნის გარეშე ვერ გავალთქოს, ხო? შესაბამისად, რა იქნებოდა დიდი მართკუთხედის ფართობი? მაშინ იქნებოდა 7x გავრავლებული y-ზე. და რა იქნებოდა მეგობრებო, სამკუთხედის ფართობი, ну მართკუთხა სამკუთხედია და ეს იქნებოდა 1/2-ჯერ კათეტების დავრავი, ხო? 5x გავრავლებული y-ზე.
შესაბამისად ახლა აქ XY და XY იკვეცება, ერთი მეორედი ამოტრიალდება ზემოთ 2 7-ზე გამრავლდება და იქნებოდა 14, ქვემოთ კი 5. პასუხი იქნება საკმაოდ მარტივი. 14 მეხუთედ ჯერ მეტი გამოდგა მართკუთხედის ფართობი სამკუთხედის ფართობზე. მოდი ახლა ჩვენ აქ დავუკვირდეთ 93 ამოცანას რა სიტყვებს. კარგი, აქაც დავწეროთ მართკუთხედი. ესე კაკადეს ისე შეფარდება როგორც 2 3. მოდი სანამ ასეებს დავწერო პრინციპში იგივე განსხვავებით პირობას ეთანხმება აქ მოცემული პროპორციები ნახაზზე და გადმოვიდა 3 1-თან და ესე იქნებოდა. ეგ პარევში გადაწყვეტს დავამუქებ და მერე დავაწერ ასოებს რიხოთ და დავწერთ ახლა ასოები. ეს არის A B C D A აი ამაკა ისე შეფარდება KD-ს როგორც 2 3-ს. შეგვეშინდეს ახლა შემოვიტანოთ აქ 2x 3x ადაგეზაროთ ხოლმე აი მიუმბისთან რა თქმა უნდა აქ სხვა ცვლადი გამოვიყოთ 3y-y-თან. იპოვეთ გამუქებული ფიგურის ფართობის შეფარდება, აჰა, ეს გამუქებულის შეფარდება ABCD ოთხკუთხედთან. მოდი ნუ ახლა აქ სამწუხაროდ არ მაფიქრდება ეს დაყოფად ლამაზად როგორ შეიძლება ასე გვეპოვა თეთრები და შავებს შორის გამუქებელ და გამუქებულ ნაწილებს შორის დამოკიდებულება ასე უშველის არ შველის ხო და ამიტომ როცა ვერ დაინახავთ აიდათ ახლა ამაზე ბევრი ენერგიის ხარჯვა დაიწყეთ გამოსახვა გამოსახეთ გამუქებული რასაც ედარება ეს გამუქებული ფიგურა გამოსახეთ ის მაგრამ შეფარდება იქნება თუ რაც იქნება მაგრამ ახლა გამუქებული უცნაური ფიგურაა ხო ეს არც ტრაპეცია არც პარალელოგრამია და როგორ ვიქცევით ხოლმე კარი ორი სტრატეგია შეგვიძლია ეს დავყოთ ასე აქვს ორი საკუთხედი A A C და გამოსახავთ ჯერ ერთს მერე AMC-ს მერე ამას მეორე საკუთხედს ასე შეგვიძლია გავაკეთოთ და შეგვიძლია გავაკეთოთ როგორ იცით აი რაც არ გვჭირდება ისინი დავთვალოთ მაგალითად დავთვალოთ ამ საკუთხედის ფართობი დავთვალოთ ამ საკუთხედის ფართობი აი ეს ერთი იქნებოდა ხო 5x გამოდის მეგობრებო ექვთლიანად 4y და მართკუთხა სამკუთხედი არ არის MBC და იქნებოდა 1/2 y გამრავლებული 5x-ზე. მოდი დავწერთ ახლა ეს 5/2 xy აი ასე ჩავწერთ. ეს ორი რა იქნებოდა ქვედა მართკუთხა სამკუთხედის ფართობი? ნუ ეს იქნებოდა 3x გამრავლებული 4y-ზე, ხო? ანუ 1/2 3x გამრავლებული 4y-ზე და ეგ შესაბამისად გამოდის 6xy. ანუ მათი ჯამი ეს მოდი თეთრს დავწერ ახლა თეთრი აქ ნაკლებად არის რაიმე მაგრამ ნუ გაუმუქებელი გაუფერადებელი ეს თეთრი იქნებოდა რა მათი ჯამი ხო და ამათ რომ შეკრებ ნუ ეს ორი არის საერთო მნიშვნელი და ორი გამრავლებული 6 რო გაერთო ანუ სწორედ 17 მეორედი xy გამოდის ჩვენ რა გვჭირდება ჩვენ გვჭირდება გამუქებული მაგრამ ჯერ ამისთვის უნდა გამოვსახოთ ლიანი ფიგურა ხო? ესე ABCD რა გამოდის? 5x გამრავლებული 4y-ზე, ანუ ეგ არის 20xy. და აქედან
ეს გამუქებული რა გამოდის? გამუქებული 20x-ს უნდა გამოვაკლოთ 17 მეორედი x-y. უნდა გიქნებოდა 40 გამოკლებული 17, 23 მეორედი x-y და შესაბამისად ახლა დავწერდით ამას 23 მეორედი x-y შეფარდებული 20x-თან, x-ები შეიკვეცებოდა, ორიანი ჩამოვიდოდა ნიშნულში და მივიღებდით 23/40-ს. ნუ ეს არის მეგობრებო ერთი გზა, როგორ შეგეძლოთ გაგეკეთებინათ. თქვენზეა დამოკიდებული ამას როგორ აირჩევთ. ახლა ქვემოთ ალბათ შეგვხვდება ამოცანა, სადაც ეს მიდგომა გაცილებით უკეთესი იქნება. მაგრამ აი ხო დაიმახსოვრეთ როგორ გაკეთდა და შეხედეთ ახლა მეორე მიდგომით რომ გაგვეკეთებინა. ამას წავშლი აქ. პრინციპში ეს პირდება მთლიანი ფიგურის ფართობი და ეს დავშევინახოთ. გამოდი ახლა დავყოთ ეს უცნაური ფიგურა, რასაც გვეკითხებიან და ვიპოვოთ ცალ-ცალკე ნაწილები. ვინც დავდობროთ, თქო, ამას პირველი ფიგურა დავარქვათ აქ, ამას მეორე ფიგურა. რა იქნებოდა პირველი საკუთხედის ფართობი? ეს ერთი, ეს იქნებოდა გვერდი 2x-ია და აი ფაქტობრივად ასეთი ბლაკუთხა სამკუთხედი გამოვკდის, ხო? ეს 2x-ია და მასზე დაშვებული სიმაღლე გვინდა, მაგრამ მასზე დაშვებული სიმაღლის დროს აი ეს არ ასრულებს, აი ეს გვერდი მთლიანად CD. ხო? ანუ ეს იქნებოდა 1/2 ჯერ 2x, ანუ ფუძე გამრავლებული სიმაღლეზე და სიმაღლე გამოდის 4y. მიგდით ხო? მეგობრებო, აი ამ სამკუთხედისთვის ეს არის 2x ფუძე და ეგ არის სიმაღლე. გამოგვივიდა 4xy. რა გამოდის მეორეში? ნუ აქაც ასეთი სიტუაცია გვაქვს, ხო? ეგეც ბლაკუთხა საკუთხედის მომენტია და ეს რომ არის 3y, აი ასე არის სიმაღლე გავლებული და ამ სიმაღლის ორში 5x არ მოვლინება, ანუ აქ იქნებოდა 1/2 ჯერ 3y ჯერ 5x. ანუ ეს არის 15/2 x-y და ჩვენ გვჭირდებოდა მათი ჯამი. ხო, ეს არის ეს გამუქებული. 4-ს 15/2 ეს 23/2 x-y-ა და შესაბამისად ახლა შეფარდებას განიხილავთ 23/2 x-y-ს გავყოფთ 20x-y-ზე და ისევ იქნებოდა 23/40. ახლა რომ გითხრათ რომ დიდი შეღავათი მივიღეთ თქო, მოგატყუებთ, მაგრამ ესეც არ მიგზავნოთ. 94. ავიღოთ მართკუთხედი და ნახეთ რა ხდებოდა. ეს ნუმერაცია ცოტა პირიქით აქ გადანო ნუმერაცია კი სახელწოდებები წეროების A, B, C, D და ეს PQRS წერტილები გვერდებზე ისე აღებული, რომ გვერდს ყოფენ 1-2-თან შეფარდებით. ახლა აქ როგორც ნახაზია, კოდი ისე გავითვალისწინებ მე. ნუ AB ჯერ წერტილი აიღო AB-ზე, ხო? 1-2-თან დაახლოებით აქ იქნებოდა, ხო? 1-2-თან, ანუ ეს თუ x-ი, ეს იქნება 2x. ნუ აქაც 1-2-თან, ხო, მე BC-ზე იქნებოდა და 1-2-თან, ანუ აქ უნდა ყოფილიყო დაახლოებით, ხო? ასე Q წერტილი, ეგ იქნებოდა y-ი, მაშინ ეს 2y აქ. აქაც 1-2-თან, ხო? ეს იქნებოდა, ვიყოლებით ვიღებთ r-ი, ნუ შესაბამისად, ახლა მთლიანად ხო 3x-ი გამოვიდა ჩვენი აღნიშნვით და ამიტომ აქ x-ი იქნებოდა, აქ 2x იქნებოდა. და ისე 1-2-თან დაახლოებით ასე იქნება, ხო? ეგ გამოდის ეს წერტილი, ნუ y-ი 2y. და შეერთებულია ეს აღებული წვეროები ერთმანეთთან, ასე.
ასე. კი წერია აქ ავტორს უწერია პარალელოგრამი რო არის ექში გავა. შეგიძლიათ თქვენ თვითონ დაუსაბუთოთ თქვენ თავს, რატოა პარალელოგრამი? ვერ არ არის რთული არჩევერები ახლა ბევრად შეიძლება ეს გააკეთოთ. და ჩვენ გვჭირდება გავარკვიოთ მართკუთხედის ფართობის რა ნაწილია პარალელოგრამის ფართობი. გავამოწმოთ პარალელოგრამს, აი ასე. მართკუთხედის ფართობის რა ნაწილია? ესე იგი, ეს პარალელოგრამი შეფარდებული ეს მართკუთხედთან. აქ მაგალითად ახლა თავად ამ პარალელოგრამის ფართობის ძიებას, რა ვიცი, აქ სიმაღლე დაუშვა ახლა, ანდა იპოვო ეს გვერდი გამოსახო, მე ეს გვერდი და მე მათ შორის მდებარე კუთხის სინუსზე დაიწყო ფიქრი. განცილებით უკეთესია ჩემი აზრით, ავდგეთ და ვიპოვოთ. მოდი ასე დავნებრავად. პირველი სამკუთხედის, მეორე სამკუთხედის, მესამე სამკუთხედის, მეოთხე სამკუთხედის ფართობი და მთელი მართკუთხედის ფართობს გამოვაკლოთ. ეს ერთი რა იქნებოდა? 1/2 x ჯერ 2y. ეს x-ია. მეორე რა იქნებოდა ეს 2? 1/2 ჯერ y ჯერ 2x. აქაც x-y. მესამეშიც x ჯერ 2y. ესეც გამოდის x-y და მეოთხე შემთხვევაშიც y ჯერ 2x, ხო? და ესეც გამოდის x-y. ესე იგი, რა გამოდის ფართობი, ნუ თეთრის თეთრს დავაცერ. გამომუქებელი სარმე გამოდის 4xy, ხო? რა არის მთლიანად მართკუთხედის ფართობი? ეგ არის 3xy, მოდიში 3x გამრავლებული 3y-ზე, ანუ 9xy და ხომ ცხადია რომ აი აქედან და აქედან ეს გამუქებული იქნება 9x-ს გამოკლებული 4xy. ანუ 5xy. ესე იგი პარალელოგრამის ფართობი გამოვიდა 5xy, მართკუთხედის ფართობი არის 9xy და რა თქმა უნდა მათი შეფარდება იქნებოდა 5/9. ეკაც ახლა შეიძლება გამოჩნდეს და დავინახოთ დაჭრით რომ შეიძლებოდა გაკეთებულიყო. բայց თუ შეიძლება მსგავსი რამეს დანახვა. რომე უნდა მოვიტანოთ. ეს ასე იქნებოდა, ეს ასე. არ ვიცი ახლა კი, მაგრამ მაშინ ამ ნაწილის გამოთვლა დაგვჭირდებოდა. ხო, პრინციპში ეს x-ია, ეს y-ია, კი შეიძლებოდა სხვათა შორის რა. ხო, რამდენის მაგრამ ეგ პირდაპირ თეთრი მდელი შავი, თეთრი მდელი შავი, თეთრი მდელი შავი, თეთრი მდელი შავი და კიდევ არის რაღაცა ნაწილი, ხო? ოკეი. ეგ გამოვა და მსგავსი აღმოჩნდით და სტანდარტული კლასიკური მიდგომა თქვენ იცით უკვე როგორ უნდა გააკეთოთ. 95. მოდი ყველა დავხაზოთ მართკუთხედი. ასე დავხაზოთ მართკუთხედი. დავაწეროთ შესაბამისი ასოები A, B, C, D და ვიცით რომ ისი ფართობი S-ი ABCD-ი არის S-ის ტოლი. M-წერტილი BC გვერდზე ისე აღებული რომ MB BC-სთან არის 3 ერთად. და აი დაახლოებით ასე გამოდის, ხო? ой, სადავე მეკუდიში. შუაში M უფრო დიდია. დაახლოებით. ანუ S 3x, B-ები და x-ი გამოვიდა MC, ხო? ჩვენი აღნიშნით და C-ი D-სთან, აი აქ C-ი D-სთან, ხო? სამათრო დაგვეჭრა ახლა. C-ი უფრო დიდია.
C-ი, ნუ ND-სთან, ანუ ეს იქნებოდა Y, ეს იქნებოდა 2Y. ამაზე არის მოცემული ინფორმაცია და ახლა რა უნდა? ნუ გამუქებული ფიგურის ფართობი უნდა ვიპოვოთ და შევაერთოთ ასე, შევაერთოთ ასე და მოდი დავშტრიხოთ ახლა ეგრე ჩვენ ვიპოვოთ გამუქებული ფიგურის ფართობი. ნუ ვიპოვოთ რა? უნდა გამოვსახოთ ფაქტობრივად S-ის საშუალებით. მე აქ ძალიან უწოს იდეა, რომ ავდგეთ ახლა ჩვენ და დავთვალოთ ამ სამკუთხედის ფართობი, ამ სამკუთხედის ფართობი, გამოვაკოთ მართკუთხედის ფართობს და გვექნება გამუქებული. ანუ ეს მართკუთხედის გამოდის მთლიანად 4x-ია ეს და ეს 3y-ია, ხო? ანუ 4x ჯერ 3y, ესე იგი 12xy. ეს ერთი გამოდის 1/2 ჯერ 3x ჯერ 3y, ეგ არის 9/2xy, ხოლო ეს 2 გამოდის 1/2 ჯერ x ჯერ 2y, ну რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა xy. ახლა რა იქნება ეს გამუქებული, ხო? ეს გამუქებული იქნება ეს მართკუთხედს გამოკლებული S1 პლუს S2. ანუ 12xy-ს გამოკლებული 9/2xy პლუს xy. ნუ ეგ არის 12xy-ს გამოკლებული 11/2, ხო? და შესაბამისად ეს გამოდის 13/2xy. რა იქნებოდა მაშინ? უკვე აკვირდით ეს თუ S-ია, ეს თუ S-ია, ჩვენ ხო ვიცით რომ ABCD-ს ფართობი არის S-ი და როგორღაც ახლა ეს უნდა დავკავშიროთ XY-ს და აქედან არ გამოდის რომ XY ეგ არის S-12-დი? ჩასვამდით მე აქ. ეს იქნებოდა 13/2 გამრავლებული S-12-ზე, ანუ 13/24 S. ასეთ ამბავს მივიღებთ. 96. მოდი, ახლა ამას არ გადავხაზავ და თვით თავად აქვე ვიმუშავებ. ნუ მოცემული იყო ტოლფერი და სამკუთხედი, ну, ჩანსო ტოლფერი და აპირდაპირ არ წერია, მაგრამ არაერთული მისახვედრი, მე ფუძეზე ისე იყო აღებული და F წერტილი, რომ ეს 6 გამოდიოდა, CF-იც 6 გამოდიოდა და აი ეს კუთხე სამ ნაწილად რომ დაიყო, ტოლი კუთხეები აღმოჩნდა ყველა. და გთხოვენ ახლა ჩვენ გავარკვიოთ აი ეგ სამკუთხედი CEF სამკუთხედის ფართობი როგორ შეეფარდება მთლიანი სამკუთხედის ფართობს. ნუ მოდი აგერ დავწეროთ ესე კითხვა S-ი ECF-ის როგორ შეეფარდება S-ი ABC-ს. ხო? ახლა აქ ერთი იდეა მაქვს ისე გამოვწევათ აი რაღაც კუთხე მოხაზული თან ორ-ორი გვერდი, მოდი ამას ალფა რომ დავარქვათ სამივეს და ხო არ გამოვსახოთ ორი გვერდით ავაჩვენებარე კუთხით. ახლა პირველ რიგში S-ი ECF-ის იქნებოდა 1/2 AB სინუს ალფა, ანუ 6 ჯერ სინუს ალფა. და ეს არის 18 სინუს ალფა. და რაც შეეხება ახლა ACB-ს, ხო, ABC-ს, S-ი ABC-სი, ნუ მსგავსად მაშინ გამოსახებოდა 1/2 ჯერ 7 ჯერ სინუს 3 ალფა. მაგრამ ახლა ეს სინუს 3 ალფა ეგ სხვა ცვლადია, ხო, ანუ 7 ჯერ სინუს 3 ალფა, სინუს ალფა სხვა არის. კი ბატონო, შეგიძლიათ გამოვიყენოთ აქ ანუ 4 სინუს კუბ ალფას მინუს 3 სინუს ალფა რაღაცა გარდაქმნის ფორმულა
აი რა, ხა შეიძლება ეს ზეპირად არ გახსოვდეს, გამოსათვლელი იყოს, მე იქ კიდევ როგორ შეიკვეცება სინუს ალფას და კიდე გრჩება. ამიტომ რა აჯობებდა, ნახეთ, დიდი სამკუთხედი წარმოგედგინა დიდი სამკუთხედის ფართობი პატარა სამკუთხედის ფართობთა ჯამად. ანუ ამ გარიყავით ახლა ჩვენ აქ და ესი ესი რას უდრის? აი პირველი სამკუთხედის სტუდია დავნოვოთ პირველი. ეს მეორეა, ეს მესამეა და მოდი აქაც თვალისთვისაც უკეთესი იქნება. ეს ერთი რა იქნებოდა? 1/2-ჯერ 7-ჯერ 6-ჯერ სინუს ალფა არ იქნებოდა? ანუ რამდენი ეს 2 და 6 შეგვეცება 21 გამოდის, ხო? სინუს ალფა. ეს ორი რა იქნებოდა? ისევ 1/2-ჯერ როგორ 6-ჯერ 6-ჯერ სინუს ალფა, ანუ რაც შეგვეცებოდა და ეგ არის 8 სინუს ალფა. ეს სამი ეს ერთის ტოლია პრინციპში, ხო? იგივე გვერდებია, ზუსტად იგივე კუთხე, ანუ ეგეც იქნებოდა 21 სინუს ალფა. და რა გამოდის ახლა ამათგან ესი აბეცესი ფლიანის არ გამოდის ამათი ჯამი? და ამათი ჯამი რა არის? 21 და 21. 22 52 პლუს 18 60 სინუს ალფა. მოიჭა. აქ პასუხი იქნებოდა 18 სინუს ალფა შეფარდებული 60 სინუს ალფასთან. ახლა სინუს ალფას ვკვეთს და ეს 6 შეიკვეცება 3/10 დარჩება. პასუხი იქნება 3/10. მოდი 97 ვნახოთ ახლა. რა გვჭირდება აქ? 37-ში. აბეცდე კვადრატის გვერდი არის ასტოლი. ალბათ აბეცდე კვადრატი. A, B, C, D. ასტოლია გვერდი. ამდე გვერდზე აღებულია ეს წერტილი ისე რომ n-ი 2n-ს უდრის. ნუ n-ი თუ უდრის 2n-ს, მაშინ n-ს თუ აღნიშნავ x-ით, n-ი არ იქნება 2x-ი? და პრინციპში ახლა სამნაწილად თუ გამოდის დაყოფილი n-ი. ნუ ეს იქნებოდა 1/3-ია, აქეთ იქნებოდა 2/3-ია. აი გამოდის და ქლიანად არის და 2 ერთად შეფარდება და აღარ დავწერ 2x და x, ხო? პირდაპირ 1/3-ია და 2/3-ია. აქაც აღარ მინდა ამის დაწერა. AC და B მონაკვეთები, მოდი გავავლოთ მაშინ ჩვენ AC მონაკვეთი ჩვენ და B მონაკვეთი. აი ასე. B მონაკვეთი O წერტილში იკვეთება. აი ასე. O წერტილში. იპოვეთ AON სამკუთხედის ფართობი. AON და რომ არ დაგვაუწყდეს რომ მისი ფართობი არის საძიებელი. რა თქმა უნდა, AS საშუალებით იქნება გამოსასახი AON. ნუ, როცა ვერ ხედავ ზუსტ სტრატეგიას, არ როგორ შეიძლება გააკეთო გადაწყვეტო პრობლემა და არ გაგახსენდა არასოცირდა არაფერ მანამდე გაკეთებულთა, რა თქმა უნდა, რაღაც ისეთი ჩვენებური ოჯახი ხრამიას პრინციპით, რაც შეგიძლია დათვალ. ვექტოს იყოს, ეყაროს ინფორმაცია. ნუ, სიტყვაზე თქვა, ეს ხო არის, ეს 2/3 არის, ანუ აი აქედან შეგეძლოთ B-ის დათვლა, ანალოგიურად შეგეძლოთ AC-ს დათვლა მართკუთხა სამკუთხედიდან და რაღაც მიდგარიყავით და რაღაც იქ, მაგრამ თუ რა თქმა უნდა ამას გონი გჭირდება ჩვენ ახლა და გავოთვლით, მაგრამ პირველ რიგში რა უნდა დაინახოთ, აი რამდენჯერ გვითქვავს ეძებეთ, ყოველთვის ეძებეთ ჯემს გავსება.
და არის აქ მსგავსება, ძალიან თვალსაჩინო მსგავსება. ეს კუთხეში გაჯვარდიდა კუთხის ტოლი არ არის. აი ეს კუთხე ამ კუთხის ტოლი არ არის. თავისთავად ეს ვერტიკალური კუთხეებია, კაი მოვნიშნოთ ან ეს სამი რკალით. ეს კუთხე ამ კუთხის ტოლი არ არის. საკუთხეში სამივე კუთხე ერთმანეთის ტოლია, ამ საკუთხეში ანუ სამკუთხედები რა თქმა უნდა მსგავსია. მოდი დავწეროთ ესე იგი სამკუთხედი AON AON მსგავსია სამკუთხედი პირიქით ახლა ხო COS. ეხლა რას გაძლევს ეს მსგავსება? კიდევ სხვა დეტალია, მაგრამ ხო მსგავსია. ხო ფაქტის სახეზეა, ხო? და ეს ხო არის. და ეგრევე შეიძლება მსგავსების კოეფიციენტი k გამოსახო. რა იქნებოდა შესაბამისი გვერდების შეფარდება? ანუ 2/3 შეფარდებული 100-თან. ესეთი ამბავი იქნებოდა. კი ბატონო. ეგ გამოვიდა 2/3-თან. მსგავსების კოეფიციენტი არის 2/3-თან. და აი ახლა აქ შეგიძლიათ მეგობრებო იპოვოთ უკვე რა მაშინ გამოდის რომ ქვედა სამკუთხედის გვერდები ისე შეეფარდება ზედა სამკუთხედის გვერდებს როგორც 2/3. აი ერთ ხაზია ეს მოპირდაპირე ეს 2 ნაწილი იქნებოდა. აქაც ერთ ხაზია ეს მოპირდაპირე ეს 3 ნაწილი. ანალოგიურად ეს 2y იქნებოდა ეს 3y და გაყვებით ასე შემდეგ რა. ნუ გამოიყენებთ იმ თვისებას რომ მაგალითად AC ABC საკუთხედის ABN-ის გექნებოდა დათვლილი, ნუ რასაც უდრის, ეს არის A ჯერ 2/3-ია, 2/3-ია, ესე იგი ეს არის A კვადრატ B13 და ამის ფართობის რა ნაწილი გამოდის AON საკუთხედის ფართობი, არ გადახეთ, გაიხსენეთ თვისება მონაკვეთი, სწორად დაგავლებული მონაკვეთი რა შეფარდებითაც ყოფს გვერდს მიღებული ფიგურების ფართობებიც იგივე შეფარდებით იყოფა და შესაბამისად ესი AON-ის იქნებოდა გამოდის 2 ნაწილი და ამის ფართობი იქნებოდა 3 ნაწილი. ანუ ესი AON-ის იქნებოდა 2/5 ნაწილი რისი? ამისი არა? აჰა, ესი ABN-ის. ანუ A კვადრატ B13-ის და გამოდიოდა 2/15 A კვადრატი. ეს ერთი გზა. მაგრამ ნუ აქ ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო ჩემი აზრით უკეთესი გზა. ნახეთ. ეს აქ დავწერეთ. მეგობრებო, მსგავს სამკუთხედებს ნუ მსგავსების კოეფიციენტი არის 2/3, ხო? აქ რატომ იწერია ეს? და დაწერია ქაშუაშია. არის ესე ვთქვათ, წავშალე 2/3-ია შეფარდებული 100-თან და ხო 2/3. და მარტო გვერდები შეეფარდება, როგორც მსგავსების კოეფიციენტი, თვალებს, მარტო გვერდები შეფარდება მსგავსების კოეფიციენტის ტოლი, სიმაღლეების ფარდობა არ არის იგივე? და რადგანაც თქვენ უკვე ერთი გვერდი იცით 2/3 არის. მოდი სიმაღლე დაგვეშვა აქ. ასე, დაგვეშვა სიმაღლე. ასე ვიზამოდი წითელ ფერს ავიღებ და თეთრი იყოს. ასე ზემოთაც დაგვეშვა სიმაღლე. და როგორ იქნებოდა ამ სიმაღლეების შეფარდება? ისევ 2/3-თან არ იქნებოდა? რა უნდა იქნებოდა მეგობრებო, ხო? ანუ ეს იქნებოდა 2x, ეს 3x. და მათი ჯამი არ არის. იქ ძალიან მარტივი საჩვენებელია, არ უნდა ამას ბევრი ენერგიის ხარჯვა, ერთი წერტილი და პარალელური წრფების მართვები თუ აგავლებული, რა თქმა უნდა, ეს ერთ წრფეზე ეძებს. და 2x + 3x თუ 100x გამოდიოდა AB5 და შესაბამისად ქვედა სიმაღლე რა იყო?
აი ეს გამოდიოდა 2a/5. მაშინ ესი იყო 1/2-ჯერ 2a/5 გამრავლებული გვერდზე, ანუ 2/3-აზე. შესაბამისად ეს გამოდიოდა მნიშვნელში არის 15 ბრიცხველში 2 2/15 a². ნუ, გაითვალისწინეთ რა, მსგავსება არის ძალიან მაგარი იარაღი, ალბათ ყველაზე უნივერსალური იარაღი, რაც შეიძლება გამოგადგეთ გეომეტრიაში. თუ რაიმე ის უნივერსალურობაზე შეიძლება პრეტენზია ჰქონდეს. კარგი, 98 ამოცანას დავაკვირდეთ, მაშინ ახლა. ABC კვადრატში CD გვერდზე აღებულია კაწერტილი ისე, რომ CK კადესთან იყოს 1/3. კი ბატონო, ავიღოთ ABC კვადრატი A B C D. CK კადესთან. ანუ ეს შუაზე რომ წარმოვიდგინოთ და დაახლოებით ასე გამოდის. CK კადესთან არის 1/3-თან კვადრატის გვერდი ვიცით, ასტოლია ნახეთ. ესე იგი AK და BD მონაკვეთები იკვეთებიან, რომ წერტილში იპოვეთ AOD სამკუთხედის ფართობით თუ კვადრატის გვერდი არის ასტოლი. და შესაბამისად 1/3-თან თუ არის, ანუ სულ 4 ნაწილად არის, ხო, დაყოფილი, ანუ 1/3-თან თუ არის, სულ 4 ნაწილი გამოდის და 1/4 იქნებოდა CK 100 და ეგ იქნებოდა 3/4. შევაერთოთ ერთმანეთთან A და BD. ეს საათი კი ვერ გავხდის. ასე ვთქვათ. AK და BD. ასეთი გავაკეთოთ. BD და ესენი იკვეთებიან ოწერტილში. ოწერტილში იკვეთებიან. იპოვეთ AOD საკუთხედის ფართობი AOD. გორგი ბატონო. OD ასე AOD საკუთხედის ფართობი იმედო თუ კვადრატის გვერდი არის ასტოლი. ესი AOD-ი. მოდი აქაც ახლა აუცილებლად მსგავსება უნდა დავიდახოთ. აუცილებლად, აი მოხაზოთ ისევ და ისევ თოლი კუთხეები. რა გამოდის აქ? აი ეს კუთხე ამის ტოლია, ეს კუთხე ამის ტოლია აქ. ეს კუთხე ამის ტოლია. შესაბამისად ეს ორი სამკუთხედი, ანუ სამკუთხედი D მოდი ერთხაზიანი დავწყოთ, ერთხაზიანი AOD მსგავსია, აქაც ერთხაზიანი არის A, სამკუთხედი AOB-ი. და მსგავსების კოეფიციენტი K რა გამოდის? ნუ პირველად რადგანაც პატარა სამკუთხედი მარჯვენა სამკუთხედი გვიწერია, ანუ მისი გვერდი შესაბამისი სამხაზიანის მოპირდაპირე სამკუთხედია შეფარდებული, ანუ ეგ რა თქმა უნდა არის, ხო? ასთან. და 3/4. ნუ აქაც შეგვეძლო ახლა სიმაღლეზე გვესაუბრა, მაგრამ სამწუხაროდ ამ მსგავსი საკუთხედებიდან არც ერთის ფართობს არ ვთხოვე. და შეიძლება ახლა მაგასაც გავყვეთ, ანუ ასე ვთქვათ, ასე დაგვეჭრა. ასე რომ დაგვეჭრა, მაგრამ ეს გვერდი არ გვეცოდინებოდა, ხო, ეს ნაწილი აქ. და აი რომ ვცოდნოდა, მაშინ სიმაღლეს გავამრავლებდით აზე. პრინციპში აი შეგვიძლია მაგის გაგება, ოღონდ ნახეთ ახლა რა ხდება.
აქ უკვე რაც წინ აუცილებლად პირველი ხერხით ამოხსენეთ, აი იქ შეგვიძლია გავაკეთოთ. ხო ვიცით საკუთხედები რომ მსგავსი აქვს, გავსების კოეფიციენტიც ხო ვიცით. ხოში ჩვენ ვიცით დანარჩენი გვერდები როგორ შეეფარდება ერთმანეთს, არა? აი OD ერთ ხაზია ის მოპირდაპირე, აი OD იქნება სამი ნაწილის შესაბამისი და BO იქნება 4 ნაწილის შესაბამისი, ხო? ანუ ეს იქნებოდა 3x 4x-თან ანალოგიურად ეს 3y 4y-თან. მაგრამ შეგვიძლია ისევ ახლა ჩვენ ავდგეთ, ვიპოვოთ აი ამ მთლიანად ამ სამკუთხედის ფართობი და მერე ეს იქნება AOD ფიგურის ფართობი იქნება 3/7 მთელი ფიგურის ფართობის. ამ პრინციპში ვიყავით ბოლომდე ამოხსნილია და ანუ AC ოდესე BADC გამოდის 1/2 კვადრატი, ხო? BADC აჯერ A 1/2-ზე და AC AODC გამოდის 3/7. რატო 3/7? იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ეს 3 ნაწილია, ეს 4 ნაწილია, ამ ფართობების შეფარდება S1 S2-თან იქნებოდა 3 4-თან, ანუ ეს იქნებოდა მთელი ფიგურის, ანუ ამ BAD სამკუთხედის 3/7. ხო, 3/7 1/2 ამ კვადრატის. ეს გამოდის 3/14 ამ კვადრატი. ეგ არის პასუხი. მაგ შეიძლება ასეც ფუნქციური ყავი თქვათ სიმაღლე აგვეშვა და მერე გაგვეხილა ამ სამკუთხედის მსგავსება აი დიდ სამკუთხედთან და როგორ შეეფარდებოდა ეს სიმაღლე ამგვარად როგორც 3/7, ხო? ასეთ შეგვეძლო გაგვეკეთებით. მაგრამ პრინციპში ეს გამოვიდოდა რაც ახლა დავწერეთ მისი ახსნა დადასტურება ფაქტობრივად. კარგი, 99 ამოცანა ნახოთ ახლა. ას გთხოვს, თეთრი ფერი. ნახაზზე მოცემულია ABF მართკუთხედი, მოდი ავიღოთ დავხატოთ მართკუთხედი. დავწეროთ ასოები A B E F და ABC სამკუთხედი. ოღონდ ისე რომ კუთხე ACF უდრის კუთხე CBS. ხომ, კაი, მოდი ავიღოთ ახლა ეგ და ჩავთვალოთ მერე გვაქვს C და შევაერთოთ A წერო C-სთან, აი C წერო B-სთან. აი ასე. და მოდი ახლა მოვიშოთ რა კუთხეზეა საუბარი, ესე იგი კუთხე ACF ACF, აი ეს კუთხე ტოლია კუთხე CBS, CBS. აჰა, ამ კუთხის ტოლია. ნუ. აგი მეტყვი. იმას რო ალფა დავარქვით. ასეთ ალფა, ასაც ალფა. დაგვიდით ახლა ალფა ეს ვარცა მიკითხავს ბოლომდე პირობა, მაგრამ უცებ რა დავნახეთ. აქაც მსგავსება ჩანს და რაღაცა დაგეშილი კი ვართ მსგავსებაზე, მაგრამ მნიშვნელოვანი მომენტია ეგ. ძალიან იშვიათად მსგავსება გამოჩნდეს სამკუთხედში და ის ხარხოს მნიშვნელოვანი რა. თქვენ თვითონაც დააგროვებთ ახლა ამ გამოცდილებას. ნუ ეგ ორხაზიანი, ესეც ორხაზიანი კუთხე და მოდი ამას ბეტა დავარქვით, ხო, ბეტა. ოქროები დააგვირდით ახლა. ხო, რატომ მოვნიშნე ხო ბოდიში გიხდით ახლა პირდაპირ. ამას ორხაზიანი და მოდი დავას დავარქვათ ბეტა. ხო ცხადია რომ ალფა პლუს ბეტა 90 გრადუსი, ანუ ალფას 90-მდე შესავსება გჭირდება ბეტა და აკაც იგივე არ ხდება ამ სამკუთხედში. ერთხაზიანი მარტი, აქაც ერთხაზიანი მარტი, ანუ მესამე კუთხე რა თქმა უნდა ისე ბეტა იქნებოდა, იმიტომ რომ აქაც ალფას 90 გრადუსი 90-მდე შესავსება ბეტა დაჭირდება.
დაგვიდეთ ახლა კიდე ერთი პატარა გარემოება, ანუ დაღდია რომ სამკუთხედი A, F, C მსგავსია სამკუთხედი ხო ბეტაკუთხე აქ CEB-ს. ეგ ერთი დეტალი, რის გამოც ფაქტობრივად დავიწყებ ამ აღნიშნულ უცებ შემოვიტანე აღნიშნა. მაგრამ მეორე დეტალი, α პლუს ბეტა გამოვიდა 90 და უფრო, მაშინ ეგ მარტი კუთხე არ გამოვა? იმიტომ სულ ხაშლილი კუთხე 180-ია და α და ბეტა თუ 90-ია, ეგეც 90 იქნება. აი მსგავსების დანახავ კიდე რა კარგი რაღაც დავანახა, ხო? ახლა რა ვიცით, CF არის 6, CE არის 2, ну ეჭვი მაქვს რომ ამოცანა უკვე ამოხსნილია ალბათ, რას უნდა გვეკითხებოდეს და რისი თოლია ABC სამკუთხედის ფართობი? S-ი, A, B, C-ი და ну აბა კუთხა სამკუთხედია და კათეტებს თუ იპოვი გადააბრალებ ერთმანეთს. კარგი, ну ეგ მთლიანად 8 გამოდის, და სიმაღლეს თუ ვიპოვიდით ახლა აი აქ, ხო? ну ები არის აპოლი. მოდი აპა. ანუ პრინციპში იყოს ეს, რაში გიშლის ხელს. დავარქვათ ამას, მოდი x-ი, ესეც x-ი იქნება და დავწეროთ ახლა მსგავსება, აბა, რა გვერდების შეფარდება იქნება. α-ს მოპირდაპირე x-ი ისე შეეფარდება მეორე სამკუთხედში α-ს მოპირდაპირე 2-ს, როგორც ამ პირველ სამკუთხედში ბეტას მოპირდაპირე 6 შეეფარდება მეორე სამკუთხედში ბეტას მოპირდაპირე x. არ გამოვიდა? x კვადრატი გამოდის მეგობრებო 12 და x-ი გამოდის ფესვი 12-დან, ანუ 2 ფესვი 3. 12 4-ჯერ 3-ია და ნუ ამოფესვით გაცნობრივი ამოფესვით და ეს თუ არის 2 ფესვი 3, მაშინ რა გამოვიდა საძიებელი S-ი, A, B, C-ი, ეგ არის 1/2-ჯერ 8-ჯერ 2 ფესვი 3. ну გამოვიდა 8 ფესვი 3. ასეთი ამბებია მეგობრებო. კარგი, აბა მოდი მეასე ამოცანაც და მე შევაჩეროთ აღნიშნული ჩანაწერი, გავაგზავნოთ მომდევნო ჩანაწერებში ამოცანების განხილვა. ავიღოთ მართკუთხედი, როგორც არის მოცემული, ხო? ABCD მართკუთხედია მოცემული, აი ასე. დავაწეროთ ასოები A, B, C, D. ავიღოთ E-წერტილი. ავიღოთ E-წერტილი ისე რომ B C-სთან იყოს 2 3-თან. კი ბატონო, აი ასე. ანუ 2x-ი 3x-ი ხო არ შემიშალოს და F-წერტილი ისე რომ B უდრიდეს 2F-დეს. B უდრიდეს 2F-დეს. ანუ ფაქტობრივად აი B თუ უდრის 2F-დეს და მე B აღნიშნული მაქვს 2x-ით, ეს მისი ნახევარი არ იქნება F-D? ანუ x-ი არ გამოვა? თვალი თავის ნახევარი დაახლოებით ასე გამოდის, ხო? ცოტა შეიძლება უფრო ტიში. და აქეთაც შეიძლება. ასე F-D. ეს x-ი გამოვიდოდა მაშინ, იმიტომ რომ B-ს ნახევარია და არ მეშლება B უდრის 2F-დეს, ან არ გოშლება. ABCD მართკუთხედის ფართობი ვიცით, რომ S-ი ABCD-ს ყოფილა 40-ის ტოლი. იპოვეთ ABEF ტრაპეციის ფართობი. კარგი ბატონო. ეს ABEF-ი, ხო? გვიძლია დავშტრიხოთ კიდეც აი ასე. ABEF-ის ავის ფართობს გვეკითხებია. მოდი ახლა რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ტრაპეციის ფართობის დასათვლად პრინციპში რა გვჭირდება? ну ეს მთლიანად გამოდიოდა 5x-ი
და მაშინ ეს ხო 4x-ი გამოდის თუ აქეთ x-ია. მოდი ამას y-ი დავარქვათ და ტრაპეციის ფართობი რა იქნებოდა ახლა? ეს A, B, E, F-ის ეს იქნებოდა ფუძეების ჯამის ნახევარი, ანუ 2x პლუს 4x-ი შეფარდებული ორთან გამრავლებული y-ზე. ანუ იდეაში ეს გამოდის 3x-ი, ანუ 3xy. მაგრამ x-y-ით როგორ შეგვიძლია გამოვსახოთ ABCD ვარდკუთხედი? ეს იქნებოდა y გამრავლებული მთლიანად 5x-ზე, ხო? ეს არის 40 და შესაბამისად ახლა 5-ზე თუ შევკვეცდით, x-y გამოვდიოდა 8-ი. გავდგეთ ახლა და მაშინ ეგ ინფორმაცია ჩავსვათ აქ. მაშინ 3-ჯერ 8 იქნებოდა საძიებელი ტრაპეციის ფართობი და ნუ ჯამში გამოგვივიდოდა საბოლოო ჯამში 24. ასეთი ამბებია. კარგი, მოდი ახლა დავშვიდობოთ ერთმანეთს დროებით და გავაგრძელოთ ამოცანების განხილვა 101-ზე.